აი, ჩემი ყვავილი უკვე ხო ხდებით. მოკლედ, იმდენად გვიან ვიღვიძებთ, რაც სახლში ვართ, მე და მარიამი, რომ აი, ფაქტობრივად შუა დღემშვიდობის და წოხეში სახაბორო უნდა ვთქვა რა. მაგრამ რატომღაც აი 4-მდე თვალს არ ვხუჭავ, ვიყურებ რაღაც ფილმებს. თან კარგადაც არ ვიყურებ, ნახევრად ტელეფონში ვიყურები, ნახევრად იქ და რეალურად არც ფილმს ვიყურებ ნორმალურად და არც ტელეფონზე რაღაცა ეგრე ვარ გათიშულ მდგომარეობაში, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს რაც სახლში ვარ, ძილის ამბავი ვერ ვიტყვი რომ მოვაგვარე, მაგრამ გვიავდგები და ეგ მან უგეშებს რომ დიდეს სახლში ვარ და რაღაცა სენტიმენტები მაქვს ზედმეტად. ანუ სახლში ყოფნა ძალიან ყვარებია თურმე. ავადუღოთ და ვიჭურავთ. ესე იგი გოგოებო, ისეთი კაკალივით 1000 ლარი დავკარგე ახლა რომ თვით სისხლი მეკცევა. აი უბრალოდ ვირზე შევჭიქი და აღაწავედი. მაგდონალდსში მიყავდა დღეს მარიკო და ისე მოხდა რომ თავს თლად ისე ვერ ვგრძნობ რაღაცნაირად და რადგან უკვე სამსახურში გავდივარ, მაიმე მეთქი ეხლა თითქოს უკეთესად ვარ, მაგრამ მოდი თქო რა შენ წაიყვანე მეთქი და მამა წამიყვანე, ნუ იმასაც ისე იყო რაღაცნაირად მოდუნებული და აი ეს არისო კარგ რამეს იცოდეო გაჩუქება შენ წაიყვანო და ყომა მეთქი ხო ხედავ რაღაცად კარგად ვერ ვარ თქო რა და თან სახლი მისად ბორში მინდა მეთქი გაუკეთო მოდი დღეს შენ წაიყვანე მეთქი რა მე ბორშად იმდენი დრო უნდა შეინჭირე მე ხა და შენ წაიყვანე მეთქი იცოდე დაკარგაო მეთქი რა უნდა დავკარგო ასეთი ხო და თანო მარიამსო ქურთუკი ხო გვინდა ვყიდოთ და მარიამსო ქურთუკიც უყიდეო ბარემ ანუ ეგ ქურთუკის ფული მოცემულია გოღონ ხო და არა დღეს არა მოვთხარე ხვალ წავიყვან და ჩაიცს გადია და იცი რამდენი დაკარგეო რამდენი 1000 ლარი და მეჩუქები და ვაიმე მე ვთხარი მოიცადე ჩაიცვა ხო და მე ხა მაგაზე ხო რა ვხტებოდი არა უშავს ავალ და 1000 ლარის მარიამს უხდი ყველაფერი რა თუ დავდე აი გავგორდი კიბეებთან რა თუ დავდედი მე ხო და ყველაფერი უნდა ვუყიდე, მაგრამ არ ჭირდება 1000 ლარი მე ვთხარი ხა მაგას ქურთუკში არ ვალს და იმან მოკლედ რამდენს მოიტანეთ უკან ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ წილი აღარ მაქვს მაგაცასლაში იმიტომ რომ რას ვიზავთ რა ვინაილად და მოვიდელო ახლა ეგ ამბავი ხო დედა მარიკო ეს დღეები შემიძლია გითხრა თუ არის მშიერი ოღონდ სრულად შევაჯამო არის მშიერი რადგან ფაქტობრივად არაფერი უჭამია ამ დღეების მანძილზე და დღეს ბორში უნდა გავუკეთო იმიტომ რომ ბორში არის ერთადერთი რა რასაც კარგად ამ ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში კარგად მიირთმევს და რომ ეგონა იქ ბლინჩიკს მიირთმევდა კარგად რა რაღაცა გახიდა ბლინჩიკიც აღარ მიირთვა არის და მისთვის გავაკეთე ბლინჩიკები კატლაძენდემეზე არც არ ლაპარაკი გუშინ დღეს რომ მაგზვაში უნდა წასულიყო მაგის ხათრით ვაჭამე ერთი ტოლმა ოღონდ კომბოსტოებს ვაცე ხო იმიტომ რომ დემაპირში არ სიამოვნებს წვენთან ერთად ესე ოღონდ მოჭრით და ესე არ უყვარს აი ჩეჭყლიტილი უფრო მოწონს რა იძულებით ჩამს და მაგი დავიწყდა რა გული რომ ტოლმა მაინც ვაჭამე ამ წელს რაღაცნაირად ხო და ეხლა მე ბორში უნდა დავდგა ჭუჭელი დავრეცხ ყველაფერი შესაძლებელი მაქვს ყველაფერი სამზარეულოში ყრია მაგრამ ყავის გარეშე დამიჯერეთ არაფრის ფასი არ აქვს ხო და ჩაუჩდეთ ყავას მოკლედ ისე მიპრიალებს სახე ამას რომ ვისვამ ხოლმე მაგრამ სანამ შეიწოვს ცოტა ეგ ამბები გვაქვს სითიმოლის 100 ლარიანი ვაუჩერი გვაქვს რომელიც მაჩუქეს არის გდანში არის საფრთხალზე მე ხო იცით დიდად ხა მოყვარული არა ვარ მანდვია რომ ხელში მაგაბოსული ხო და გლდანი მაწყობს
დიდად სული არ მომწონს, მაგრამ გემოაქვს ძალიან კაი. ხო და წავბოდიალდეთ ერთი დღე. ერთი წელი აქვს ვადა. ხო და ხო გავდივარ მე სამსახურში. მერე ერთი კვირით. მე დიდი ალბათობით ერთი კვირით ვისვენებ სამსახურიდან ისევ. ხო და ვფიქრობ რომ მაშინ გავიდე. ვის გიყვართ? ისე კაი ძვირს. გუშინ წინ ხო ველოდებოდი ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს ვერ მოვიდნენ და მოვიდნენ ბედობას და სხვადასხვაშორის მეორე წელია ბედობას ერთად ვხვდებით. გვებედება ერთმანეთს. სულ არ მოვიდნენ ჩვენ მაინც ერთმანეთი დაბედებული ყავს, მაგრამ ძალიან მიხარით. აი მე დედა რა ცხელა პირს. აი რატო ვიწვავ ახლა პირს იცით? მთლიანობაში თლად მოხიბლული არ ვარ ამ ბედობით და ამ ახალწლის პერიოდით ზოგადად. და იმედი მაქვს ეგეთი რაღაცნაირი წელი არ მექნება. დიდი იმედი მაქვს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბევრად უკეთესი წელი მქონდეს, იმიტომ რომ ეს ვერ გამოვიდა ისეთი დღეები, როგორც ესე დაჭდები და იფიქრებ, რომ ესეთი წელი მინდა მქონდეს. არა იმედი მაქვს უკეთესი გამოვა. ესე იგი გოგოებო, მასტერკლასი არის საყურეებზე, სამკაულებზე, ბროშებზე, როგორ უნდა გავაკეთოთ. არის სამდღიანი მასტერკლასი, რომელიც მე ძალიან მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე გადასარევად ვაკეთებ საყურეებს და რა ვიცი, ზოგადად ძალიან კარგ აქსესუარებს ვაკეთებ, მინდა რომ გავიარო ეს სამდღიანი მასტერკლასი და დავესწრო. ღირს 300 ლარი. სადაც გასწავლიან ბროშებს, აი მსგავს რაღაცებს რა. აი ეს წყვილმანი დეტალები, რაც თქვა ბროშებს უნდა, იმას უნდა, ამას უნდა, ყველა დეტალს გასწავლიან, რა წებოთი მზადდება, რომელი სილიკონითაც კეთდება, ეგენი და ასევე არის სპეციალური წებო სამკაულებისთვის, რომელი სამკაულის წებო გჭირდებათ, ყველანაირ დეტალს გიხსნიან, გასწავლიან და იმ ხელით დამზადებულს იქვე, რასაც დაამზადებ, მე რა თქმა უნდა მოგაქვს სახლში. ძალიან კარგი მასტერკლასია. მარტო ეგ არ არის, შეგიძლიათ თქვათ მოდის სფეროზე დაჯავშნო რაღაცეები, ჭრაკერო, ანუ ძალიან მასშტაბურია რა. ხა ჩემ შემთხვევაში მინდა სამკაულები, აქსესუარები, კონკრეტულად საყურე, ბროში, ამდაგვარი რაღაცეები. ხო და ეხლა ამ პერიოდში უფრო გადართული ვარ იმაზე, რომ კბილები უნდა გავიკეთო, ის ორი კბილი, რომელიც დავიწყე და უნდა გადააკრა თუ რაღაც არ ვიცი, მოკლედ რა. იმიტომ რომ ჩემი კბილები მენანება, რომ მე გავიფუჭდეს სხვებით და სანამ გადასულად ალბათ ზოგზე უკვე გადასულია და დაწყებულია, მოკლედ უნდა მივხედო კბილებს. რომ მე რაღაცნაირად დაპლომბეს, მაგრამ ის სიშავე დარჩენილია და ჩანს, რაც ძალიან მაკომპლექსებს და ზოგადად ძალიან მაკომპლექსებს, როცა რაღაცა ისე ვერ არის რა. ამიტომ რა თქმა უნდა, ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს შეგროვება და იდეაში გვინი უკვე 1000 მაქვს მაგისთვის. სადღაც 400 ლარი უნდა გამოვთვალოთ, ხო? 400. აი მე ნახეთ როგორ ის მაქვს, რა ქვია, მაგრამ აქ არ ჩასაწითლებული. სავარაუდოდ რო გავიკეთებ, მე თან გავეწმედ, ბუნებრივია, სადღაც 500 გინდა რა. ცოტა ხანში მექნება თვლად 500. ეხლა არ მაქვს, მაგრამ გამოვიტან იმიდან. რა ქვია, კარტაზე მაქვს და დავამატე.
მაგრამ ეს უნდა გავიკეთო გოგოებო იმაზე რა ქვია ერთი კვირა რომ ექნება დასვენება აი მაგისთვის უნდა გამოვიყენო ასე ვთქვათ ეგ დღეები უნდა გამოვიყენო კბილებისთვის და პარალელურად დავიწყო მაგ მასტერკლასისთვის მოგროვება რაღაცა ნაწილი მაქვს, ну 100 ლარამდე მაქვს მასტერკლასისთვის უკვე მოგროვებული, მაგრამ მინდა რომ სრულად შევაგროვო, დავურეკე, გავარკვიე დეტალები. ანუ მე უფრო მეტად მაინტერესებდა ბავშვის საკითხი, რომ ბავშვი, ანუ თუ შეიძლებოდა რომ წამეყვანა ასაკი მივწერე, ყველაფერი მივწერე, ვუთხარი რომ არ არის შემაწუხებელი ბავშვი და თავისთვის დაждდება დახატავს და არავის დისკომფორტს იქ არ შეუქმნის არა ტირილი და არა წუწუნით არაფრით. ვითხრეს რომ არანაირი, აი არც ერთი წამით უკანად დაიხიოთ ამის გამო, არის გამოყოფილი სპეციალური მაგიდაო, სადაც შეგძლებთ რომ თქვენი პატარა დასვათ, დაულაგოთ რა სათამაშოც უნდა თუ რა უნდა, რითიც ერთობა ზოგადად ბავშვი და გაერთობაო არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან გამიხარდა რომ არის ჯანსაღი მიდგომა. ნახე, სხვაგან შესაძლოა ის იყოს, რომ ნოი ბავშვმა არ შეაწუხოს და მესმის კიდეც. მაგრამ აი რაღაცნაირად ხა იქ თვების ბავშვს ვერ წაიყვან, ხო? ვერანაირად, იმიტომ რომ ხა იქ თვების ბავშვი როგორ წაიყვან, მაშინ ხელში რა გეჭიროს. და აი ეს მზაობა აქვთ, რომ დედებს ვინც ვართ შვილიანები და საწავიყვანო ჩვილი შეიძლება მოიყვანო რა. და ძალიან მომწონს ეს არის ჯანსაღი მიდგომა, აი ეს. ხო და ასევე მაინტერესებდა გადაღება თუ შეიძლება და ყველაფრის გადაღება შეგიძლია თუ საერთოდ და მეტი რა გვინდა გოგოებო დამაყენებ შტატის და ყველაფერი გადავიღოთ. ყველა დეტალი წვრილმანი არაფერი რო არ გამოგვრჩეს ეგრე. ხო და ძალიან მიხარია. ეს მასტერკლასი მხოლოდ იმიტომ არ მინდა გავიარო, რომ აი უბრალოდ მაინტერესებს რაღაცეები და ეგ სივრცე მაინტერესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არა. რადგან მე ისედაც დაწყებული მაქვს ზოგადად საყურეები და რაღაცები და ვაკეთებდი, ოღონდ ჩემ შემთხვევაში მსგავსი ალბათ არც არის საქართველოში, როგორც მე ვაკეთებდი იმ დეტალებს. თავის დროზე. მაგრამ შეიცვალა რაღაცეები და შეგიძლია რომ იმ ხაზიდან იმ ხაზეთ გადახვიდე და მრავალფეროვნება გქონდეს, ხო? ის მე როგორცაც ვაკეთებდი, იმას ძალიან დიდი დრო სჭირდება შესაბამისად. იმდეს ვერ ვადებდი ღირებულებას, რომ მე იმ ხელა ენერგიის ნახევარი ამომიღო. შესაბამისად, შემიძლია რომ სხვა მიმდინარეობას გავყვე, ასე ვთქვათ. რაც ისედაც აქტიურია და მოდიდან არ გადადის არასდროს. მინდა რომ გავაკეთო მე რაღაც გარკვეული კოლექცია და ბროშების და სამკაულების თქვენიცი ძალიან ბევრი გვერდია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვერდია. და უკვე შემდეგ გავხსნა გვერდი და გავიხადო კიდევ დამატებითად რა თქმა უნდა თავიდან ძალიან გაუჭირდება და მოუწევს გვერდს რეკლამების გაშვება, იმიტომ რომ ნუ ძალიან რთულია და იმედი მაქვს რომ გვერდში დამიდგებით, გამოიწერთ Facebook-ზე ჩემს სამკაულების გვერდს და თუ გექნება თქვენთვის ფასაკლებაც იქნება, თუ მეტყვით რომ იცი რა მე დოდონას მაყურებელი ვარ. და მოკლედ თუ შემეწყობთ ხელს ძალიან მადლიერი და გახარებული ვიქნები და ერთი სულ მაგ როდის დავიწყებ მაგ ყველაფერს, როდის წავარ მასტერკლასზე, მასალები რა თქმა უნდა იცით რომ არ ღირს დაბალი ფასი და ანუ ყველა ვიცით ახლა ეგ. ხო და მაგისათვის ვიზრუნებ, არ არის დიდი პრობლემა ახლა. ხო და ძალიან მოკლედ მიხარია. ეს უკვე კაი ხნის გეგმა სიმართლე გითხრათ. ეს მასტერკლასის ამბები. კაი ხნის წინ მივიწე, ხა ძალიან დიდი ხნის წინ კი არა, მაგრამ 1-2 კვირის წინ მივწერთ ცოტა ადრე იქითაც. და რადგან ყოველთვის მინდოდა მასტერკლასზე დასწრება, როგორც გადავხედე, არანაირი ფასდაკლება არ აქვს საახალწლოდ მასტერკლასს და არ აქვს უნდა გადავიხადოთ რამდენი ცალი და არ მენანება.
აი ხო არის რომ ენანებად რაღაცაში ხალხო სწავლაში ფული არასდროს არ მენანება. აი არ მენანება რა თუ ამისგან მე მივიღებ სიამოვნება, სარგებელს მივიღებ, ცოდნა რა არის სარგებელია, ხო? არანაირად. ასევე ჩემ ზოგადად ვინც ვდებთ აქ ვიდეოებს, აი ესეთ ყოველდღიურ ვიდეოებს, რაღაცნაირად ძალიან ბევრი ერთი და იგივე ადამიანი გვიყურებს ხოლმე როგორც წესი. ხო და არ ვიცი ვინც ნახეთ დორას გვერდი თუ ვერ ნახეთ თუ მოკლედ ახლა გეტყვით მის ბიჭს აქვს ფეხის პრობლემა და მადლობა ყოველთვის ყველაფერი ნორმალურად არის ახლა როგორც ყოველთვის ყველა ოპერაციას სჭირდება რეაბილიტაცია შესაბამისად დორა ამ ეტაპზე ისეთი დატვირთვით ვერანაირად ვერ იმუშავებს და აუდიტორიას მოუწოდა თუ კი უყურებთ მას ამით ძალიან დაეხმარებით იმიტომ რომ შემოსავალი ადამიანს სჭირდება და ბუნებრივია რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს ხო რომ ამას მოაქვს შემოსავალი და არავისი არ მჯერა ვინც მარტო იმას ამბობს რომ არა ეს ჩემთვის უბრალოდ ვიღებ თორმე განა შემოსავალი მინდა მსგავს რაღაცები საერთოდ ჩემთვის აი ერთ ყურში შევუშვებ ხოლმე და მეორეში გავუშვებ გასაგებია რომ ოჯახივით ვართ გასაგებია რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ როცა ვიღებ ვიდეოებს და ამაზე ორი აზრი არ არის მაგრამ ის რომ შემოსავალი გაქვს ეს კიდე სხვა პასუხისგებლობას გიმატებს და ხო და თუ დიდხანს ვერ მოვიცლით ხოლმე რომ ვუყუროთ ადამიანების ვიდეოებს ხო შეგვიძლია რომ თუნდაც რამდენიმე წუთით ჩავრთოთ დამიჯეროთ ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მისი მონეტიზაციისთვის იქნება კარგი და ასე რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში ამაზე კაც დამჯერეთ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ვერაფერს ამიტომ რომ რა უნდა გააკეთო ამაზე კარგი რომ რაღაცნაირად იმ ადამიანის მდგომარეობა გაიაზრო აი რა უნდა გააკეთო ხო და მით უფრო როცა შვილს ეხება საქმე იქ მთავრდება აი ჩემთვის ყველაფერი მთავრდება ეგ არის მერე ცენტრი ყველაფრის და მორჩა იმის იქით აღარაფერი აღარ არის და ასე რომ ვიყუროთ ხოლმე ამდენად რო გვიქნება ჩავთოთ ხოლმე მისი ვიდეოები გადავხედოთ ხოლმე ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ჩემი მობილური ლავის აფეთქდეს იმდენი ვიდეოა რომელიც არ წამიშლინა და ფოტო ნუ ამის ვისაც ალაგე ხოწებით ვიღებდი წაშლა უკვე ისე მქონდა რა წაშლამდე ვეღარ მივდიოდი ხო და აგერ ბატონო ვაიმე ირმებიანი წინდები მაცი რომ დაინავაჯება დაიშუკოთ. აი ხო არის რომ უხდება 12 წლის ბავშვსამდე 38 წლის გოგოს. ირმებიანი წინდები მაცი და ისე მომწონს ხახო ზუსტად აი ფერებშია რაზედაც მაცვია. გუშინ დავშალე ნაძვის ხერხები და დავაწყე წერტილოვანი ნატურები როა ეგ ვიყიდე გოგოება ვაგზალზე. აუ, ძალიან მიყვარს მოკეთესდი განათება და ვახვიეძლის, ახლა მე პატარა ნაძვის ხე მაქვს, მაგრამ მაინც დიდი დრო წაიღო და ამასობაში მოიტანა ჩემა ქმარმა კიდე ნატურები და მე მეტი რა მიდოდა. რა გიდოდა რომ მოიტანე მეთქე. ეს ასო აჭრელდა, დაჭრელდა, ნუ აი მოკეთ პირი არ გავაჩერე. და ახალი წლის მე აღარ იმდება. გადაიცვა, აღარ იმდება რა. და დავჭით კობას მოტანილი ნატურები და აიო. ხო და ის რო იყო შემოხვეული, ესეც შემოხვეული და რაღაცა თუკები ჩანდა მარტო ამ ნაძვის ხაზე. დავშალე. ჩამოხსენი ყველაფერი ინტროსეთ იყო ისინი დახვეული. ხო და მე უფრო მეტი სათამაშო დავკიდე ზედ უფრო მეტი რაღაცა მრავალფეროვნება შევიტანა მოკეთ ნაძვის ხეში და ეხა ისეთი ლამაზი და საყვარელია. ხო და კი დავჭით მისი მოტანილი განათებით აიო ტყუილა ჭუბობია და ხაბერტყა. არა ხანდახან ვიცი ხოლმე უკაწახება სიტყვების აუცილებლად. ესეთი ამბები. მე არაფრით არ მინდა ეხა ესეთი წელი მქონდეს რა დიღდა დებილური ის იყო დასაწყისი კი არა და მე ას ვერ გავიგე.
ვერ გავიგე. მოკლედ, ჩვენი გეგმები, ჩემი გეგმები, რაც არის და რაც უნდა აი ახლო მომავალში თუ არა, ახლო მომავალი ჩემთვის ერთი კვირა და ერთი თვეა. და აი ცოტა იქითაც რო იყოს არა უშავს და ეგეც მაგარი იქნება თუ მაგდაგდეს მოვაბავ თავბოლოს. არის ის პირველი კვილების მოწესრიგება, მეორე მასტერკლასი და მესამე ამ მასტერკლასიდან მიღებული ცოდნის გადმოტანა, რაც ისედაც გადასარევად მეხერხება, გაღრმავება დავარქვათ, მოდი, რისი ძალიან დიდი სურვილიც მაქვს და იმ დეტალების და იმ რაღაცების დამუშავება, ხო, შილაკის გაკეთება, გეგმებში არ შედის. შილაკის გაკეთება, იმიტომ რომ ნულს დაბლა მაქვს დაჭრილი, რადგან ამ საქმეების გადამკიდე დამტყდა გოგოებო. ამინდოდა სახალხოდ გაკეთება და სად ხა ამაზე რა გავიკეთო? ნუნის დაბლა რო ჩატეხილები მაქვს, ვერანაირად ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ შეეწირა ჩხლები რაღაცების კეთებას. და როგორ ქნა იცი, ზემოდან კი არ წყდებოდა. შუაგულებიდან ხალხო აი გიშდები ეგრე რომ მემართება შუაგულებიდან და რა უნდა ქნა ახლა. ხო. და ესეთი ამბები, რა ვიცი. მოკლედ რა გიხსნათ. ეს ყველაფერი რაში მჭირდება, აი თქვათ. აი ახალ გეგმებში რაში მჭირდება ესე რომ ვთქვათ, YouTube-იც, თუნდაც სამკაულების გვერდის დაქოქვა სამომავლოდ. ეს არ არის ერთი და ორი თვის ამბავი დამიჭერეთ, უფრო დიდი დრო დაჭირდება, იმიტომ რომ ჯერ ყოფის დამზადება, მე გვერდის ამოქაჩვა, ანუ ძალიან დიდი ამბებია მოკლედ და მარტივად არ გამოვა ეგ ამბავი. ძალიან ბევრი სურვილები მქონდა თქვენ იცით რომ ამას გავაკეთებ, იმას იქ წავალ, იმას ვნახავ თუ ამას თუ საყნების იმას გავივლი თუ სანთლების მოკლედ. მაგრამ გადავწყვიტე ის საქმე ვაკეთო, რაც ისედაც ვიცი. რაც ვიცი, ვაკეთებდი, მიკეთებია, გამიყიდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გადავწყვიტე მოკლედ რომ ნოლიდან კი არ დავიწყო რაღაც, რაც ვიცი, ის გავაღრმავო, უფრო მრავალფეროვანი გავხადო და ასე შემდეგ. და რაში მჭირდება თქო ხო მოკლედ ეს ყველაფერი. YouTube-ი ხო, Facebook-ზე მომწერთ მონეტიზაციაო გაითიშავ, არა გოგოებო, მონეტიზაცია გათიშული არ არის, ჩვეულებრივ გამოვიმუშავებთ ახალს. არნაირი მონეტიზაცია გათიშული არ არის. უბრალოდ თიშავს Facebook-ი რაღაც ვიდეოებზე მონეტიზაციას, რომელ ქვეყანაში არ არის მეტად დაშვებული, შესაბამისად გიზღუდავს სამწუხაროდ მე იმ ხელა წესით შემოსავლიან ვიდეოებზე გათიშული, რომ აი ჭუიდანაა რაწეული, მაგრამ ნუ ეგრეა, მუსიკა თუ არ არის და არ შეესაბამება ამ წესდებებს, ავტომატურად მონეტიზაციას გითიშავს. თუმცა გამომწერებს და იმას და ამას გიტოვებს, აი მაგ ვიდეოთი ვით ნახა და გამოგიწერა, ხო ხვდებით? ხო, მოკლედ. Facebook-ი კი არა და YouTube-ი, Facebook-იც იმიტომ რომ იქაც რაღაცა შემოსავალი მაქვს, ჯერ არ ამიღია, მაგრამ ნუ გამოიმუშავებს, რასაც ავიღებს ამ თვეში ერთხელ იქნება თუ რაღაცა იქნება, ხო იქნება. თუმცა იქ ხომ ნახულობს კომპანია თუ ვინმე კერძო თუ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ხო? სხვილი მეწარმე თუ უწვრილი მეწარმე თუ არ აქვს მნიშვნელობა. და როცა ბარტერს აკეთებ, ეგეც გარკვეული შემოსავალია, ხო? ფინანსური არ არის, მაგრამ ნუ გრჩება ის რაღაც, არ ვიცი, კოსმეტიკა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. და ასევე მე თუ კი არა და რო გავაკეთებ ამ აქსესუარების გვერდს და უკვე შემოსავალზე გადავა და თუ მე ამ ყველაფერს ისე ვამუშავებ როგორც მინდა, მე მექნება ნახეთ უკვე ყოველთვე იმის იმედი, რომ მე მექნება შემოსავალი და შესაძლოა ამდენად დიდი გრაფიკებით მე აღარ დავიტვირთო და აღარ დავიღალო თავი და ამ ყველაფერს ხო დრო უნდა ხალხო აქსესუარების კეთებას და იმას ახლა შენ რო ღამის 8-ზე მოხალ და 9-ზე გძინავს ვერაფერს ისწავ გამორიცხულია ეგ დრო აკლდება YouTube-საც და დააკლდება რა თქმა უნდა იმასაც კი ხედავთ ყოველდღე ვეღარ ვხდებ ხო ვიდეოებს ნუ ვეღარ რანაირად ხა დილით შენობაში შედიხარ ფიცოდ ღამე შენობაში ხარ ღამე შენობიდან გამოდიხარ ხო და აკლდება ხო დრო
თუმცა მადლიერი ვარ ხალხო ვინც მიყურებთ ყოველ თვე მე ვერ ვიღებ ანაზღაურებას YouTube-დან, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ $70 მინიმუმი რომ გადალახოთ და დაგერიცხოთ ანაზღაურება, მაგრამ 70-ის გარდა, რა ვიცი, ხან $6-7 მიაქვს საკომისიო. აი 70-ს კი ვახერხებ, მაგრამ საკომისიო აღარ ყოფნის. მაგდეს ვეღარ ვქაჩავ, ხო ხვდებით, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ გადადის მეორე თვეში, უკვე რომ მეორე თვეში და გადავიდეს, თვე და რაღაც დღეებში უკვე შეგროვებულის მაგაცო 70-იც და 75-იც, მაგრამ იმ თვეში უკვე გამორიცხულია რამე ჩაგერიცხოს და გადადის უკვე მესამე თვის 21-ში თითქმის და გამდის რომ ყოველ მესამე თვეს ვიღებ ხელფასზე ხა $100 თუ 130 თუ 140, რა ვიცი, ზოგადად გეუბნებით რა. თუმცა ეგეც შემოსავალია, ხო? და იმას თუ გადავხედავთ, რომ ძალიან დიდი აუდიტორია არ მყავს ჯერ და ჩემთვის, ეხლა რაც არის იმ აუდიტორიიდან ვთვლი, რომ აბსოლუტურად ზომიერი შემოსავალია. და არის დღები, როცა აი ძალიან კარგი ვიდეოა, მაგრამ არ აქვს ნახვა ისეთი რა, არ იყო იმ პერიოდში აქტიური მაყურებელი, არ ეცალა კაცო შევთვის ხო მოიცი დაჟეს და გიყუროს, მით უფრო ძალიან ბევრი ვართ და უკვე აუდიტორია ესე ვთქვა 5 წუთი შეგიყურებს, აი ესე რა. ზოგი ბოლომდე გიყურებს და როგორც ხდება ხოლმე. ხო და მინდა რომ ისე გავაკეთო, რომ თქვათ ნახე იმ თვეში ვიავიღო, ხვდებით? ხო და მაგას უნდა ძალიან აქტიურობა და კიდე მომატება აუდიტორიის, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ვინც გამოიწერთ ჩემს გვერდს, თუმცა მარტო გამოწერა ყოველთვის ვიძახი, არ ნიშნავს არაფერს და ამას ვამბობთ ყველა, მე მგონი რომ მხოლოდ გამოწერა და უიქ ამდენი მყავს, ეგ საერთოდ არაფრის მომცემი არ არის, თუ ადამიანი არ ჩართავს შენს ვიდეოს, ხო და ვისაც გამოწერილი ყავართ. და ვისაც ჩართული აქვს და რაღაცა თქვენთვის დადებითის მომტანი ვარ და მიყურებთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ ესეთი ამბებია ჩემი, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის გეგმები, რაც დავსახე, არის ეგ და მით უფრო ვგიჟდები მე აქსესუარების კეთებაზე და მე ჩემთავს ვუთხარი, რომ აი ეს რაც შენ შეგიძლია, მე ამას ვყიდიდი საქართველოში, საბერძნეთში, რატომ არ იწყებ? მოდი გაიარე მასტერკლასი. სამთლიანი მასტერკლასი, ნახე იდეაში, თუ საერთოდ გონზე არ ხარ როგორ გააკეთო და ანუ ხო ხვდები, შენთვის არის გაუგებარი რაღაც, აი ხო არიან ადამიანები, რომ აი ასე არ არის, როგორ უნდა გააკეთონ. აი არ იციან, არც არასდროს დაინტერესებენ, უბრალოდ გაიარეს მასტერკლასი რა. მისთვის შესაძლოა 3 დღე არ იყოს საკმარისი პროფესიულად რომ დაიწყოს მერე რაღაცები, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი ამპლუაა და ძალიან კომფორტის ზონაა და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მაიჭეს რომ ვზივარ და ვაკეთებ, აი საერთოდ მეთიშება ყველაფერი და იქ ვარ ჩაფლული. ამიტომ ჩემთვის მგონია რომ ეს 3 დღე აბსოლუტურად საკმარისია. ხა 6 დღე $600 ხალხო და არ არის ხო, ცოტა დამეთანხმებით. თუმცა რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა თუ 6 დღე გავივლიდი. რაც მეტი უკეთესი, მაგრამ ნუ ეხა 6 დღე, ესეთი ფუფუნება 6 დღე. განა არ შემიძლია მოვაგროვო, მაგრამ არა, მირჩევნია რომ იმ 3 დღეში ავითვისო რაც საჭიროა და დავიწყო იმ თუნდაც 300-ით, რაც უნდა გავიარო მერე, რომ თქვა გავიარო, ვიფიქრო, იმ 300-ით იმ აქსესუარების ყიდვა დავიწყო, რაც მერე გამომადგება და მაგას სერიოზულად ჭირდება მომზადება, ჩამოწერა, წასვლა აქ ვაგზალზე ძალიან ძვირი ღირს გოგოებო, აი ძალიან ძვირი ღირს მაგ ყველაფრის ყიდვა, უმჯობესი ალბათ ლილოში წახვიდე. აი ოპტაუის რო ეძახიან, ან გამოიწერო, გამოწერით ცოტა ისე ვარ, შესაძლოა ფოტოზე რაც ნახო, საერთოდ არ შეესაბამებოდეს იმას, რაც გინდა. ამიტომ ყოველთვის მირჩენე ხოლმე ჩემი თვალით ვნახო და აი ეგ შესაძლოა
ფოტოს არ მომეწოდოს მერე და ვფიქრობ, რომ ჯობია ლილოში წახვიდე. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ დაგაკვალიანებენ რაღაცნაირად, სად შეიძლება რომ შეისყიდო ეს ყველაფერი, ხო და ერთი სული მაქვს გაუმარჯოს ჩემს გეგმებს ასე არასოდეს არ მქონია თავში ეს ყველაფერი ჩადებული, რომ მე ამ წელს ეს უნდა გავაკეთო და თან შედარებით ფინანსურად მეტი შემოსავალი მაქვს შედარებით და არა დიდად შედარებით. ამიტომ აი ეს შედარებით გამოვიყენებ იმისათვის, რომ ვისწავლო და მკობაც დამეხმარება და თუ დამჭირდა დედაც დამეხმარება, ოღონდ მე რამე ვისწავლო და დედაჩემის სწავლაზე არის გაგიჟებული. ანუ დედაჩემის სწავლა არის აი ძალიან ისეთი ამბავი, რომ აქავარ შვილო. ამიტომ თუ დამჭირდა დედა რა ვიცი 1-200 ლარი ბაკალდება შემიძლია დაურეკო რა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საჭიროება არ მაქვს და იმედი მაქვს, რომ არც მექნება და არ განაშეწუხდება მშობელი ხალხო მაგით, მაგრამ იმდენ შრომობს დედა და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ არ მინდა ამ ჩემი რაღაცით კიდევ ზედმეტად შეწუხებაც არ გამოდის, არ ვიცი რა გამოდის, მაგრამ არ მინდა რა. თორე დედაჩემის სწავლაზე უკან დამხევი, რას მეუბნები. აი არ ვიცი, დედაჩემისთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია სწავლა და ალბათ დედაჩემია ადამიანი, ვინც აი აქ ჩამიდო შრომა, აი აქ კოდირებული მაქვს, ასე რომ ვთქვათ და ძალიან კარგია. გისურვებთ შრომის უნარიანობას. ყველაფერს რაც შრომას და შრომა ძალიან კარგია რა. ოღონდ ცოტა ის უნდა გქონდეს წახალისება. გესმის? აი შრომობ და რო ატყობ რო არა, აი იმდენს არ გაძლევენ რამდენი შენ იმსახურებ. მე ეკარგებათ ხოლმე ადამიანებს რა ეს რაღაცა და უკვე როგორ მექანიკურად დადიან და ძალიან რთულია მექანიკურად იარო იმ სივრცეში სადაც მუშაობ. ძალიან რთულია და ძალიან მესმის ადამიანების, ვინც ზუსტად ასია. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, რომ მექანიკურად ავდივარ. უბრალოდ ბავშვთან ერთად მე ძალიან მიჭირს სიარული და მარიკო რო წავა სკოლაში, უკვე ვფიქრობ, რომ მაგ დროისთვის მე უნდა ვიდგე შედარებით როგორც ახლა ვარ. ამაზე მეტად მაღლა უნდა ვიდგე ფინანსურად, იმიტომ რომ მთლიან განაკვეთზე მე ვეღარ ვიქნები. უკვე მარიამს ვჭირდები და ჩემთვის პრიორიტეტი უკვე მარიამია. მაგრამ ამ მარიამს ჭირდება შემოსავალი, ხო? ამიტომ მე რადგან მთელი დღე უკვე ვეღარ ვიქნები იქ და იმდენი შემოსავალი ვეღარ მექნება. მე უნდა მქონდეს გვერდიდან უკვე შემოსავალი, რომ ჩემ შვილს გავუკეთო ყველაფერი, რაც მისი სწავლა განათლებისთვის არის აუცილებელი. მე მარტო ჩემ თავზე ხა იმიტომ საუბრობ, რომ მე გესაუბრებით, თორე რა თქმა უნდა, მას მამა ყავს, ქმარი მყავს, ვინც რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს მისი შვილისთვის და ზოგადად ძალიან მეოჯახი ტიპია რა. მაგრამ მე ჩემი უნდა მქონდეს. მე ჩემი უნდა გავაკეთო. მე არ უნდა ვიყო არავისზე დამოკიდებული, თვითონ რას მოგცემს და რა საჭიროება ექნება ოჯახს, ეგ არის სხვა რამე, მაგრამ მე სხვაზე დამოკიდებული ტიპი ვერ ვიქნები ვერასოდეს, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილვარ და ადრეული ასაკიდან ასე მოვდივარ და ახლა ვერავის არ შემიძლია. ეხლა თუ ვერანაირად ვერ მუშაობ, ვერც სახლში მუშაობ, ვერანაირად, ვერც ისე, ვერც ასე და ყავს მეუღლე, რა თქმა უნდა, ეხლა აბა ვინდა გაიკეთოს ეგ ყველაფერი, საჭიროებები, თუნდაც ელემენტარული, ხო? მაგრამ მე რადგან შემიძლია რომ გამოვიმუშაო სხვადასხვა გზებით, მე მირჩენია რომ ჩემთვის ეს ფინანსები ჩემთვის იყოს რაღაცა კონკრეტულად და არა ის რომ ვთქვათ სულ ველოდებოდე მეუღლის შემოსავალს. არ მინდა, მე მინდა რომ ჩემი მქონდეს. ჩემთვის YouTube-იც და Facebook-იც არის დამატებითი სამსახური.
ძალიან მწყება ხოლმე გული, როცა ამბობ, რომ შენ მაგას სამსახურს ეძახი, როზი ხარ დალაპარაკობ? საიდანაც ავიღებ მე ანას ღაურებას, ყველაფერი არის სამსახური. აბსოლუტურად. ამიტომ არ ვიცი ხა რას თვლიან ახლა აუცილებელია დავჯდე და რაღაცა მივაჭედო რაღაცები, რომ მუშაობაში ჯამეთვალოს. არ ვიცი მოკლედ რას და როგორ თვლიან ადამიანები, ხა ეს მათი ის არის და მე საერთოდ არ მაინტერესებს. მაგრამ მიკვირს ხოლმე რით ვერ გავიგეთ. რომ ეს ყველაფერიც სამსახურია, რომ აქედან მე შემოსავალი მაქვს და აბა რა არის. თუმცა ადამიანს რის გაგებაც არ უნდა ალბათ მაინც არ გაიგებს და მისთვის არის რაღაცა გაუგებარი. ასე რომ ვისაც გაუგებარია, ну შემოგწადებით, ისევ თქვენ დაიღლებით ჩემი ყურებით და ვისთვისაც მისაღებია ეს ყველაფერი მე აქ ვარ. თქვენთან, ასე რომ შეგიძლიათ მიყუროთ, რითაც ძალიან გამახარებთ. გემშვიდობებით, წავაჭურჭელს შევალაგებ და ბევრი საქმე მაქვს. თქვენთან ერთადაც გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა თან რო გადავიღო და თან ეს გავაკეთო და სანამ მოვლენ, უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ მე სხვა გეგმები მაქვს და ვნახოთ რა სამოს და რას უყიდის მამიკო მარიამს და იმედია რა მეუთხარი რაღაცა პრიაშკებიანი რაღაცები არ მოიტანო, არ ჩავაცე. მეუთხარი შეწადი, მაშინ ყველა იმე მეუთხარი რაღაცა ვერავარ კარგად. ხო და იმედი მაქვს, რომ კარგი ზიზიებით მოვა ჩემი გოგონა. დროებით აუცილებლად გაჩვენებთ. აქვე გეტყვით, რომ Facebook-ზე უკვე გავხდი 32315. 32000. ძალიან დიდი მადლობა, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი YouTube-ის მაყურებელი მიყურებთ Facebook-ზე და ხალხო უღრმესი მადლობა. 32120 არ ველოდი, მაგრამ 31-დან ისეთი სტარტი აიღო, ისეთი რომ მიხარია